მიზეზთა გამო მე დაახლოებით 24 საათი არ შევამითავაზებია თქვენთვის ჩემი მოსაზრებები ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე. ორი მიზეზია საამისო, პირველი ის რომ ჩემი ფიზიკური მდგომარეობა არ იყო სათანადო, ჯეროვანი და მეორე მე ვამზადებდი ჩემს საავტორო გადაცემა კონტექსტს, რომელიც იცით თქვენ შაბათობით 11:30-ზე გადის ფორმულას ეთერში, ახლაც ფორმულას შენობაში ვარ, გადაცემა დამთავრდა და მე ვწერ ამ ვიდეო ბლოგს იმ თემებზე, რომლებიც ვარაუდობ რომ საინტერესოა და ამ თემათა შორის რასაკვირველია მეორე ხარისხოვანია, ასე მაგალითად თორნიკე რიჟვაძის განთავისუფლება თანამდებობიდან და თუ მაინც და მაინც განთავისუფლებაზე და საკადრო ცვლილებებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, პირველ ხარისხოვანია გრიგოლ ლილუაშვილის მოცილება ირაკლი კობახიძისა და ირაკლი კობახიძის გუნდის და მოდი ასე ვიტყვი ირაკლი კობახიძის გუნდისა და FSB-ს მიერ თანამდებობიდან და სახელმწიფო სამსახურიდან. ცხადია, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატირებით მე არ დავკავდები. გრიგოლ ლილუაშვილი ჩემი აზრით არ იყო არათუ საუკეთესო ხელმძღვანელი სუსისა, არამედ საკმაოზე ცუდი ხელმძღვანელიც კი იყო, მაგრამ მეორე მხრივ უნდა საერთოდ ყველაფერი შედარებითია, ესე ამბობენ და მეორე მხრივ უნდა შევაქოვოთ ლილუაშვილი, იმიტომ რომ ის იყო პრაქტიკულად ერთადერთი, უფრო ზუსტად ორიდან ერთი პირი, ვინც აი ამ რთულ ვითარებაშიც კი ინარჩუნებდა კონტაქტებს შეერთებულ შტატებთან, როგორც პერსონალურ კონტაქტებს განიკვირდებათ და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს გულისხმობთ, რომ ახლა ცალკეული პირები რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებს, კონტაქტებს ინარჩუნებენ, ასე მაგალითად ოპოზიციონერები, ეს გასაკვირი სულაც არ არის. სახელმწიფო პირებიდან ორიდან ერთი იყო ბატონ ლილუაშვილი, მესამე არც არავინ არ მახსენდება, ვინც ინარჩუნებდა ურთიერთობებს შეერთებულ შტატებთან პერსონალურ დონეზეც და ცხადია უწყებათა შორის, ანუ სამსახურებს შორის დონეზეც და დიახ საქართველოს უსაფრთხოების სამსახური სუსი მჭიდრო კავშირში იყო შეერთებული შტატების შესაბამის უსაფრთხოების უშიშროების სამსახურებთან, CIA-სთან მაგალითად და შესაძლოა სხვა სტრუქტურებთანაც და ეს ძალიან კარგია ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველაფერთან ერთად გარდა იმისა, რომ აინტერესებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის წინსვლა, ლიბერალური დემოკრატიის დამყარება, სადღა აინტერესებს, მაგრამ აინტერესებდა და ასე შემდეგ, დემოკრატიული არჩევნები, ადამიანის უფლებათა დაცვა და ასე შემდეგ. გარდა ამისა აქვს კიდევ ერთი და ძირეული ინტერესი, ეს არის უსაფრთხოების უზრუნველყოფა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ფართო გაგებით რეგიონში. ეს ფართო გაგებით რეგიონი არ გულისხმობს მხოლოდ შავი ზღვის რეგიონს, ან კავკასიონის ქედს გადმოღმა სახელმწიფოებს, საქართველოს, სომხეთ, აზერბაიჯანს, ან შუა უკაცრავად ახლო აღმოსავლეთს და სხვა ქვეყნებს და სხვა ქვეყნებს არამედ გულისხმობს უფრო ფართოდაც საქართველოს თვალსაჩინო იყო და თქვა ასე, ალბათ მაინც უნდა თქვა, ჯერაც არის ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი და ეს ძალიან კარგია, ხო და ლილუაშვილი იყო ეს ხაზი, ეს ძაფის კონტაქტი, საკონტაქტო პერსონა, რომელსაც შეერთებული შტატებიდან ელაპარაკებოდნენ ყველაფერზე, მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ აი ამ ტერორიზმზე, კონტრტერორიზმზე, დაზვერვაზე, საიდეოლო ინფორმაციებზე, აგენტურაზე, რომელიც შემოხსულია კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში და უფრო ფართოდაც ზომებზე, რომლებიც უნდა მიიღოს შეერთებულმა შტატებმა, ან უნდა განახორციელოს და ასე შემდეგ. ხო და კობახიძემ კონკრეტულად მოახერხა და ლილუაშვილი გაანთავისუფლა თანამდებობიდან და ეგეც არიკმარა კობახიძემ დასვა ამ თანამდებობაზე მისი ერთგული, ეხლა მე სულ არ მიყვარს ხოლმე ლახვები, მაგრამ მეორე მხრივ ამ როცა შელახავ ხოლმე ადამიანს ამგვარად მოიხსენიებ, ხო, უფრო ნათელია, უფრო თვალსაჩინოა მაყურებლის გარკვეული ნაწილისათვის, როგორი ტიპოლოგიის, როგორი ტიპის პერსონაჟებს საუბრობთ, მისი გოშია, აქედან გამომდინარე, ესე უნდა თქვა, ანრი ოხანაშვილი. ანრი ოხანაშვილმა თავის მხრივ ის არიკმარა, რომ მოვიდა სუსის უფროსის ხელმძღვანელად. ანრი ოხანაშვილმა, რომელიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც გერმანიაში სწავლობდა, სწორედ მაშინ გაავა პირველი ძაფები რუსეთის სპეცსამსახურებთან, ისევე როგორც ირაკლი კობახიძემ, თუ ყველა იმ პირმა და ეს გერმანია არ არის შემთხვევით
ნახსენებიან შემთხვევითი ქვეყანა გერმანიაში რუსეთის FSB მუშაობდა ყოველთვის და ყოველთვის საკმაოდ კარგად განსაკუთრებით აღმოსავლეთ გერმანიაში ანუ ბერლინის ამ უხეშად ძველი კედლის გადამოღმა ნაწილში. ხოდა ამათი უმრავლესობა სწორედ ძველი კედლის გადამოღმა ნაწილში GDR-ში ეგრეთ წოდებული დემოკრატიული რესპუბლიკის გერმანიაში ბერლინში სწავლობდა და ასე მაგალითად ბატონი ოხანაშვილიც და მე დარწმუნებული ვარ ოხანაშვილი მაშინ დაუკავშირდა ოხანაშვილს მაშინ დაუკავშირდა KGB FSB. ხოდა ამ ოხანაშვილმა ესეც არ იკმარა მეთქი, მე ამის თქმა მინდა და თანამდებობიდან გაანთავისუფლა ლილუაშვილის დროინდელი 3 მოადგილე, 2-ზე არაფერს ვიტყვი. ერთზე კი ვიტყვი რამდენიმე დადებით სიტყვას გაგიგვირდებათ და მე მას ვიცნობ არც თუ კარგად გულახდილად გეტყვით. უბრალოდ არასაუკეთესოდ, მაგრამ მის ღირებულებებში ლექსო ბატიაშვილს გულისხმობ. ხო? მე არასდროს არ შეპარვია ეჭვი. ეხლა ის საიდან მოდის ამას აღარ დავასახელებ, რომელი პოლიტიკური ერთეულის წარმომადგენელია, მაგრამ თუმცა მეორე მხრივ არ დავასახელებ ის ახლო მეგობარია არ გაგიქვირდებათ და ირაკლი ალასანიასი და სწორედ ირაკლი ალასანიას დროს და წინააღმდა ასეჯერ შს მინისტრის მოადგილე იყო თუ არ ვცდები და მე უკვე სუსის უფროსის მოადგილე. ხოდა თუ ირაკლი ალასანიაზე ვლაპარაკობდით და ვლაპარაკობთ რომ ის ამერიკული კადრია, ბატიაშვილის შესაბამისად მისი მეგობარიც ბუნებრივია რომ ამერიკული კადრია. ამავდროულად ძალიან საინტერესოა რომ აუქმებს ბატონი ოხანაშვილი სუსის უფროსი კოტრ დაზვერვის მიმართულება სამსახურს და არც არაფრით არის არც ამ ხრივ სუსი არ იქნება დაკავებული ის უშუალოდ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს აიღებს საკუთარ თავზე ესეც რასაკვირველია FSB-ს სცენარია. ირაკლი კობახიძემ მოკლედ მიშვებულმა, ასე ვიტყვი, მიშვებულმა და მწვანეანთებულმა, რაც გინდა ის გააკეთეო, ბიზნა ივანიშვილის მიერ რასაკვირველია, უკვე დაიწყო და განაგრძო საკუთარი კადრების ინფილტრაცია პრაქტიკულად ყველა უწყებაში. და ირაკლი კობახიძე კიდე ასე უნდა ვთქვა, რომ არის ყველაზე უფრო პრორუსი, აი ხო ყველა პრორუსი, ყველა შესაძლოა არა, ბევრი პრორუსი ყავდა ბიზნა ივანიშვილს. მაგრამ აი ამ პრორუსთა შორისაც კი ყველაზე პრორუსი პრემიერ-მინისტრია ირაკლი კობახიძე. და ირაკლი კობახიძემ რასაკვირველია FSB-ს კარნახით ყველგან შეუშვა FSB-ს კადრები ანდრე ოხანაშვილი ერთი თვალსაჩინოება ახლა მე ბატონი ლილუაშვილის ნაცვლად დანიშნულ ბატონ გულედანზე აუქს ვერ ვიტყვი. მეგონი წინა ბლოგში აღვნიშნე რომ მე მასაც ვიცნობ გაცილებით უარესად ვიდრე ბატიაშვილს მეთქი, მაგრამ ესე გეტყვით, მაგრამ რასაც ვიცნობ ეს არის შრომელი გამჯე, კარგი კაცი, წესიერი კაცი, რასაც ვიცნობ, რაც მსმენია, მეცაც გეტყვით, ვიცნობ ალბათ 2-ჯერ 3-ჯერ ხელის ჩამორთმებით და არა უმეტეს, მაგრამ რაც მსმენია მასზე, ის არის ესეთი ხილსეული კაცი. მე რა ფუნქცია მოვალეებს დაავალებენ ბატონ გულედანს არ ვიცი, ის კი ვიცი რომ მას მოადგილეებს აუცილებლად დაუნიშნავს სწორედ ირაკლი კობახიძე და ძალიან რთული იქნება ირაკლი კობახიძის ხაზით FSB-ს ტიპებთან, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი სინტაქსია ალბათ, ირაკლი კობახიძის სიტადება კობახიძის ხაზით FSB-ს ტიპებთან მუშაობა ნებისმიერისათვის, მათ შორის გულედანისათვის აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, თუმცა ამასაც შევხიოთ ეხლა ბატონ გულედანზე აღარ გავაგზელებ საუბარს ბატონ ლილუაშვილზე კი ვიტყვი რომ ბატონ ლილუაშვილი ცხადია არ არის მეორე ხარისხოვანი პერსონა, მათ შორის არის ბატონ ივანიშვილის კარზე. მე სიმართლე გითხრათ მგონია და დარწმუნებული ვარ უფრო ზუსტი რომ ვიყო რომ კობახიძის გადაწყვეტილება ლილუაშვილის მოცილების თაობაზე შეთანხმებული იყო ბატონ ივანიშვილთან, თუმცა ეს წინადადება შეთავაზებული კობახიძის მიერ ბიზნა ივანიშვილისათვის ბიზნამ კი მიიღო, მაგრამ რამდენად ჩაიტოვა გულში, ეს კი არავინ უწყის, ბევრი ვარაუდობს, რომ ბიზნა ივანიშვილს უკვე ყელში ყავს ამოსული აი ამ FSB-ზე პირდაპირი ხაზით გასული ბატონი კობახიძე და ის, ანუ ბატონ ივანიშვილი საპასუხო დარტყმასაც განახორციელებს კობახიძეზე და კობახიძის ფრთაზე, რომელიც FSB-ს პირდაპირი აგენტია, სხვა პრემიერ-მინისტრები მინიმუმ იყვნენ ამბივალენტურები ივანიშვილის
პრემიერ-მინისტრებს გულისხმობ, მათ შორის ღარიბაშვილიც კი, რომელიც დასაკვირველია და საწუნია ლილუაშვილის არ იყოს, არ მოსაწონია, საკრიტიკოა, მაგრამ ისიც კი აი ეს უამრავი საშინელი განცხადების ავტორთან ავტორი, უამრავი პოლიტიკის, ცუდი პოლიტიკის განმახორციელებელიც კი ასეთი ღია პრორუსი არ იყო, როგორიც არის ბატონი კობახიძე. ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს და ამბობს, რომ ამით პერსონალურ, პერსონიფიცირებულ დიქტატურას სულაც აღარ ამყარებს რუსეთი ჩვენს ქვეყანაში, აღარ ცდილობს რომ დააფუძნოს და ამყაროს პერსონებზე დაფუძნებული დიქტატურა და უფრო ინსტიტუციური, ინფილტრირებული, FSB ინფილტრირებული დიქტატურის დამყარება სურს და ახლა აი ამ 10-წუთიანი, 12-წუთიანი ვიდეო ბლოგის ბოლოს მე გეტყვით, რომ თუ ეს ასია, ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება, თუ ეს ასია, ეხა ივანიშვილი ყველაფერში დამნაშავე ივანიშვილი, ცხადი არ უნდა შეაქო კი არა მას ადვოკატირება არ სჭირდება და არც უნდა გახდეს შმაკის ადვოკატი, მაგრამ ბატონ ივანიშვილზე არის შემდეგი საჭადრაკო პოლიტიკური, გეოპოლიტიკური სვლა კობახიძის და კობახიძის რუსეთის წინააღმდეგ. ცხადია ივანიშვილი შებორკილია, შებოჭილია, თუმცა ის რომ ის ფაქტი რომ არც თუ დიდი ხნის წინ შეერთებულ შტატებში ურთიერთობების აღდგენას, დამყარებას ცდილობდა და საკუთარი შიკრიკე ემისრები ყავდა გაგზავნილი და ლობისტური კომპანიებიც დაიქირავა, ხო, და შეერთებული შტატებიდან მიიღო ის პასუხი და პასუხის მიიღო, მეტყველებს იმაზე, რომ ბიზინა მინიმუმ დაფიქრებულია იმასთან დაკავშირებით, მანდ პოლონიუმს მართლა ხომ არ ჩაუყრის რუსეთი და თუ შესაძლებელია პატარა ჭუჭრუტანის ნახვა რომ გაძრეს ამ ჭუჭრუტანაში ამ პატარა ხრელში ის ცდილობს რომ გაძრეს ეცდება რომ გაძრეს ამ ხრელში და მთლიანად საკუთარი ბედი ფინანსები და ასე შემდეგ მიუკავშიროს დასავლეთს ყოველ შემთხვევაში გადარჩეს მაინც ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები აი ამ დაპირისპირებაში კობახიძე versus ივანიშვილი თუ ეს დაპირისპირება საერთოდ არსებობს ხადი არავისკენ არ უნდა იყო მაგრამ ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები უკაცრავად ჩემი ავადობისთვის